მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო და ამხანაგებო გისურვებთ მშვიდობას და ყოველივე საუკეთესოს. მე გახლავართ ბაჩანა დოღონაძე, თბილისის დროით 20 საათი და 54 წუთია 19 სექტემბერი 2025 წელი. მოცემული ჩანაწერი აღწერს მსოფლიოში არსებული რეალური მდგომარეობის მოკლე შინაარს, რამე თუ ნათელი მოეფინოს და გამჟღავნდეს გაბატონებული უზენაეს ხელისუფლების რეალური სახე. უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ იქიდან, რომ დედამიწა ოკუპირებულია უცხო ცივილიზაციის მიერ, რომელიც კაცობრიობას იულად რომ თქვათ საკუთრებად მიიჩნევს. ვერ ვიტყვით, რომ დამპყრობლები ერიდებიან საკუთარი ვინაობის გამჟღავნებას დედამიწაზე, მაგრამ ამავდროულად ცდილობენ ჩრდილში დაარჩნენ. იმისათვის, რომ ადამიანმა იულად ვერ შეიცნოს მათი ბოროტული გეგმების შესახებ, ისინი მსოფლიოში მიღებული დოგმატური მითოლოგიურ-რელიგიური თხზულებების მიხედვით ადამიანებს ღმერთებად ეცხადებიან. მათ შესახებ მოგვითხრობდნენ უძველესი ცივილიზაციები, რასაც ეთანხმებიან ჩვენი ეპოქის მეცნიერები და მწერლები, მაგრამ აგრესორთა რეალური არსებობა ადამიანებისთვის დღემდე ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. Правительство на другой планете живет, родной. ჩვენ და სასიკეთოდ მათ შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი. მაგალითად, როგორც ადამიანები დარაჯობ და ვუვლით საკუთარ კარმიდამოს, ასევეა უზენაეს ხელისუფალი, რომელიც დედამიწას სამფლობელოდ მიიჩნევს და განაგებს მსოფლიოს ღმერთის სახელით, მისივე ქვეითების მეშვეობით. თანამედროვე საზოგადოებაში მსოფლიოს მმართველ ძალად მივიჩნევთ სიმდიდრეს, ანუ ფულს, ხოლო მმართველებად კი ზედმეტად მდიდარ ადამიანებს. ერთი სიტყვით, როგორც იტყვიან, ფული მართავს მსოფლიოს. სინამდვილეში მსოფლიოს მართავს სიმბოლიკა, რადგან ეგრეთ წოდებული ფული კონკრეტული სიმბოლიკის გარეშე უბრალო ქაღალდია, რომელსაც ფასი არ აქვს. ხოლო სიმბოლიკით მოჯადოვებული ადამიანები, რომლებიც ვითომ და საკუთარი სიმდიდრით მსოფლიოს განაგებენ, უზენაესის მორჩილი მონის როლს ასრულებენ. ერთგვარი მომსახურე პერსონალი, რომელსაც არ გააჩნია არავითარი ძალაუფლება. მეტიც, გაგიკვირდება და ამ კონკრეტული პირების სიმდიდრე არ არის მათივე საკუთრება, ხოლო მათი სახელები და სახეები დაჟინებით სახალხოდ არის გამოფენილი. ისინი დედამიწაზე უმდიდრეს ადამიანებად არიან მიჩნეულნი, რომლებსაც უბრალო მოსახლეობა უყურებს როგორც მსოფლიოში არსებული ყოველი უსამართლობისა და ბოროტების საწყის ფუძედ. სწორედ ამ ხრიკების მეშვეობით ხდება ადამიანების ყურადღების გადატანა, რის გამოც რეალური მტერის ვინაობა მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის უცნობი რჩება. გამომდინარე აქედან მსოფლიო მმართველობა მუდმივად ფარულია და კულისებს მიღმა იმყოფება. დამპყრობელთა მთავარი პრინციპია ყველასათვის ცნობილი დაყავი და იბატონი. ერთი სიტყვით მსოფლიო ჭადრაკის დაფა და იმისათვის რომ დიდი თამაში განხორციელდეს, ტერარიუმის მეპატრონე ჰყოფს მსოფლიოს ორ იმპერიად, ორ მეტოქედ. დასავლურ იმპერიას განაგებენ ეკლეზიასტები, ხოლო აღმოსავლურ იმპერიას კი ხანები. ეს გახლავთ ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ძალა, რომლებიც ცდილობენ მსოფლიოზე გაბატონებას მიაღწიონ. რაც უფრო მეტნაწილებადაა დაყოფილი ტერარიუმი, მით უფრო ადვილია ზედამხედელთათვის ტყვეთა კონტროლი. გამომდინარე აქედან იქმნება წარმოშობის იდეოლოგია, რომელიც ყოფს კაცობრიობას ეროვნების, რასისა თუ რელიგიური კონფესიების მეშვეობით. სრული ილუზიაა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მსოფლიო საზღვრები, რადგან ყოველი რესპუბლიკა თუ სამეფო, ფედერაცია თუ გაერთიანება სინამდვილეში საკონცენტრაციო ბანაკია საკუთარი კულტურით, კანონებითა და ტრადიციებით. ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ჯარიც და პოლიცია ციცავს არათუ უბრალო ადამიანების, არამედ ხელისუფლების ინტერესებს, მათი მოვალეობაა დამონებული და უკმაყოფილო მოსახლეობის ამბოხებისა და გამოსვლების ჩახშობა. რაც შეეხება მსოფლიო დროშების საიდუმლო მნიშვნელობას. თითოეული კონცბანაკი დიდ იერარქიულ სტრუქტურაში ასრულებს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან დანიშნულებას და გააჩნია გარკვეული ფუნქცია. ხოლო თითოეული დროშის სფერი აღწერს ქვეყნის სტატუსსა და რანგს გლობალურ პირამიდაში. გთავაზობთ, ერთად განვიხილოთ რამოდენიმე ქვეყნის, იგივე კონცბანაკის როლი მსოფლიო არენაზე. დავიწყოთ ყველაზე პატარა და ყველაზე მთავარი კონცბანაკით, ეს გახლავთ ვატიკანის ეკლეზიასტური სახელმწიფო, მისი ფერებია ყვითელი და თეთრი. რა თქმა უნდა, ეს დროშა არ მეორდება. პატივცემულ მსმენელს ვთხოვ ყურადღებით დააკვირდეს მოცემულ სურათს. ეს გახლავთ ეკლეზიას კარდინალთა ჰერალდიკა, რომელიც ძალიან წააგავს ვატიკანის გერბს. მოცემული გერბის სიმბოლური შინაარსი მოგვითხრობს დედამიწაზე გაბატონებული უცხო ცივილიზაციის შესახებ, რომელიც როგორც უკვე მოგახსენეთ, ყოფს მსოფლიოს ორ ნაწილად, აღმოსავლურ და დასავლურ იმპერიად.
განვაგრძოთ ორი მნიშვნელოვანი ბაირაღით, ეს გახლავთ ბელგია და გერმანია. ფერებით შავი, ყვითელი და წითელი. ვატიკანის მსგავსად არც ეს ფერები მეორდება. მსოფლიოში ნებისმიერი კონფლიქტის გაჩაღებისას ძირითადად ამ ორ ქვეყანას ევალება დაპირისპირებული მხარეების იარაღით მომარაგება, ოფიციალური თუ არაოფიციალური გზით. იოლად რომ ვთქვათ, ცეცხლზე ნავთის დამსხმელები. შავი და წითელი ფერი მოგვითხრობს ქვეყნის შიგნით, ან მის საზღვრებს გარეთ არსებული პოლიტიკურ კონფლიქტებში მონაწილეობის შესახებ. ასეთი დროშა ეკუთვნოდა რუსეთის იმპერიას, მესამე რეიხს და საქართველოს სახელმწიფოს 90-იანი წლებიდან 2004 წლამდე. წითელი და თეთრი ფერის ბაირაღი ამშვენებს უზენაესის მიერ რჩეულ და ფავორიტ ქვეყნებს. ეს გახლავთ ქვეყნები, რომლებიც დროებით არც ერთ სამხედრო დაპირისპირებაში არ იღებენ მონაწილეობას. თითქმის იგივე კატეგორიას ეკუთვნის მწვანე, წითელი და თეთრი ფერის ბაირაღი. ეს ქვეყნები ძირითადად საკურორტო ზონებად და ეროვნულ პარკებად არის მიჩნეული. ერთ დროს ერთ-ერთი უდიდესი იმპერია ფერებით წითელი და ყვითელი გამოირჩეოდა მასობრივი წარმოებითა და მსოფლიოს მომარაგებლის სტატუსით. ხოლო როცა მისი დრო ამოიწურა, ეს ფუნქცია გადაეცა თანამედროვე ჩინეთს, რომელიც დღეს მსოფლიოში ნომერ პირველი მწარმოებელი ქვეყანაა. თეთრი და ლურჯი ფერის ბაირაღი უკავშირდება ქვეყნის სამკურნალო კლინიკებისა და მედიცინის მაღალი განვითარების დონეს. ამ ორი ფერით ასევე იგულისხმება საზღვაო ქვეყნები, ანუ ზღვაზე გასასვლელის მქონე სახელმწიფოები. ყვითელი და ლურჯი ფერით აღინიშნება ის ქვეყნები, სადაც ხდება ადგილობრივი მოსახლეობის ჩანაცვლება უცხო მოსახლეობით, რაც ძირითადად აიღწერება ევროპის კონტინენტზე. ხოლო ჩვენ შემთხვევაში კი ქართველთა მასობრივი იმიგრაცია და შემდგომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელთა დასახლება იგულისხმება. ყურადღებით, მსოფლიოში ყველაზე საშიში და უარყოფითი ფერის მატარებელი ბაირაღია ლურჯი, წითელი და თეთრი. ჩანაწერის დასასრულს კი მსურს შევახსენო პატივცემულ სმენელს, რომ ჩვენი მსოფლიო დიდი თეატრია, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია კულისებს მიღმამყოფი უზენაეს ხელისუფალი. რეჟისორია ეგრეთ წოდებული ფარული საზოგადოება, რომელიც დირიჟირებს მსოფლიოს, მსახიობია ყოველი იმპერატორი, ხელმწიფე თუ პრეზიდენტი. პუბლიკა კი ამ დიდი თეატრალური სანახაობის ყოველდღიური მაყურებელი უბრალო მოსახლეობა გახლავთ. მე კი ამით გემშვიდობებით, ყურადღებისთვის მადლობას გიხდით, გისურვებთ მშვიდობას და ყოველივე საუკეთესოს.